ცოტათი რასისტი ამერიკელი. ერთდროულად ისეთი სტაბილური როგორც ჰონდას ძრავი 200,000 მილზე და მაისის ამინდი. სენდვიჩის სახელად ჯებიკიკი, ბიგმაკი. დიახ, ეს არის შონ სტრიკლენდი, რომელმაც გუშინ დაუმარცხებელი ოპონენტი დაამარცხა. დღეს განვიხილოთ როგორ მოახერხა მან ეს და რა მოხდა საერთოდ ამ ბრძოლაზე. სიმართლე გითხრათ, მე შეიძლება ცოტათი მიკერძოებული ვარ, იმიტომ რომ მე ფული შონ სტრიკლენდზე მედო. მაგრამ სამწუხაროდ ადრე გამოვიტანე, იმიტომ რომ შემეშინდა მაინც ვერ მოიგებს თქო და იმის მაგალითად რომ მომეგო $350, მოვიგე $24. მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა იმას აქვს, რომ ამ ამერიკელმა ადამიანმა შეძლო რომ როცა მთელი მსოფლიო ფიქრობდა რომ მას მოგების მხოლოდ 20% შანსი ჰქონდა და მისთვის ამ დაუმარცხებელი ოპონენტის დამარცხება შეუძლებელი იყო, მაინც ადგა და საქმე გააკეთა. უკვე მეორეჯერ. პირველად ეს გააკეთა ისრაელ ადესანიას წინააღმდეგ, როცა ისევ არავინ არ ელოდა მისტერ ანდერდოგი ყოველთვის ხოთზეა. სამწუხაროდ UFC ეგრევე copyright strikes დამადებს აქ რომ ვიდეო გავხსნა, ამიტომ მოგვიწევს გონება დავძაბოთ და გავიხსენოთ. რა გააკეთა შონ სტრიკლენდმა სწორად, რაც არ გამოუვიდა DDP-ს და ზოგადად სხვა ოპონენტებს. კაი, ვიტეკერით არ დავიწყებ, იმიტომ რომ ვიტეკერს მე მგონია დღემდე რომ უბრალოდ არ გაუმართლა და უცბად შეახტნენ და გააჩერეს. მოდი დავიწყოთ DDP-ით. DDP-მ წინა ჯგუფში ვერც ერთი ტეიქდაუნი ვერ დაიცვა, ვერაფერ ვერ გააკეთა, ხუთივე რაუნდში იყო უბრალოდ წოლის მსხვერპლი. რაც ცუდი იმიტომ არის, რომ არც ფანებისთვის იყო ეს სასიამოვნო, არც DDP-ისთვის და არც არავისთვის. უბრალოდ ხამზატმა ჩემპიონმა მოიგო იმით, რომ ზემოდან დააწვა DDP-ს, რომელსაც არაფრის დაცვის საშუალება არ ჰქონდა. და სხვათა შორის იმ ჯგუფში თუ გახსოვთ, ერთადერთი საბმიშენის ცდელობა ისევ DDP-ს მხრიდან იყო, როდესაც მან კინაღამ გილიოტინა შეასრულა. მაგრამ მოდი დაუბრუნდეთ ახლა გუშინდელ ჯგუფს. პირველი რაუნდი ისე წავიდა, როგორც ყველას ეგონა. წავიდა ხამზატი ტეიქდაუნზე, მთელი რაუნდი გააჩერა შონ სტრიკლენდი იქ და ყველას ეგონა, რომ ახლა ისევ DDP-ს ნაერი ჯგუფი იქნებოდა. მაგრამ ნურას უგაცრავად. ამერიკელი სხვანაირად ფიქრობს. რაც ძალიან მომეწონა არის ის, რომ შონ სტრიკლენდი აშკარად მზად იყო. ყველა, არა, უმეტესი ტეიქდაუნი მაინც დაიცვა და რომლებიც ვერ დაიცვა, იმას ვერანაირ შედეგი ვერ ქონდა ხამზატისთვის. ძალიან მომეწონა ეს ამბავი, იმიტომ რომ მე გულშემატკივრობდი შონ სტრიკლენდს, რადგანაც სიმართლე გითხრათ, მირჩევნია ჩემპიონი, რომელიც კი ბატონო ჯებიკიკი, მაგრამ მინიმუმ ცდილობს მაინც რაღაცას, ვიდრე ხამზატი, რომლის თავარი განზრახვა არის, რომ ვიღაცას თავზე დააწვეს და ამით 25 წუთი გაიყვანოს. შონ სტრიკლენდმა ამოხსნა ფორმულა, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან რთული ჩანდა, მაგრამ მისი პასუხი მარტივი იყო. ის მოერია მოჭიდავეს ვრესლერს და გრეპლერს და ასე შემდეგ, იმით რომ უბრალოდ არ ჩავარდა იმ პოზიციაში, სადაც უწევდა ვრესლინგი და გრეპლინგი. და იქაც კი სადაც მოუწია მას ჭიდაობა, მან რაღაც მომენტებში ხამზატს აჯობა. ანუ სწორი მომზადებით მან შეძლო რომ მთლიანად ასე ვთქვათ დაეკაუნთერებინა ხამზატის სტილი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მას ჰქონდა რაღაც მასალა, ბევრი ჯგუფი ნახა წინამდე, მით უმეტეს DDP-ს მაგალითი ძალიან კარგი იყო იმის, რომ მიუხტარიყო როგორ შეხვედროდა ხამზატს, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. იყო რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი. პირველი მაგალითად ის, რომ ხამზატში მანვე აშკარად დაღლილი ჩანდა, ამას ყველა იძახეს. კი გასაგებია, ბევრი იძახის იმისთვის, რომ დაიცვას ამ ჯგუფის შედეგი, მაგრამ სიმართლეა. აშკარად დაღლილი ჩანდა და აშკარად ცოტა ტეიქდაუნზე შევიდა. ეს ცოტა ტეიქდაუნზე შესვლაც იქიდან არის გამოწვეული, რომ აშკარად მიხვდა, რომ შონ სტრიკლენდი დაცვას ახერხებდა და ამდენად ეფექტური ვერ იქნებოდა მის ტეიქდაუნები. მაგრამ ასევე მან წონა ვერ ჩააბარა. გამარტო ვერ ჩააბარა ის წონაც, რაც ჩააბარა ძალიან გაურთულდა. ამიტომ დიდი ალბათობით დიდი წონის კლება რახან მოუწია, დიდად ჯანზე ვერ მოვიდა, დაღლილი იყო, შეიძლება გონებაც გაფანტული ჰქონდა და სწორად ვერ იჭუბა. ამ ჯგუფს თავისი რაღაც კონტროვერსიული შედეგებიც ჰქონდა. ზოგი იძახის, რომ როგორ მოიგო შონ სტრიკლენდმა, მას ხომ ეს არ მოუგია. ნახეთ, ხამზატს 9 წუთიანი კონტროლ ტაიმია, რაღაც 13 ტეიქდაუნი. არა. მოდი დაუბრუნდეთ ფაქტებს. თუ დავაკვირდებით რაუნდებს, ზუსტად ის რაუნდები, სადაც ხამზატს კონტროლი ჰქონდა, მან მოიგო, მაგრამ დანარჩენებში მან ვერ გაუწია კონკურენცია. ის ჯებები, რაც ერთი შეხედვით თითქოს სათამაშო ჩანს, საკმაოდ მძიმეა მით უმეტეს ამ წონის და ამ ძალის ადამიანისგან. კი, ნამდვილად დასაფასებელია, რომ ხამზატი შევიდა ორთა ბრძოლაში, მაგრამ აქ აშკარად შონი იგებდა. და ეს ძალიან ნათელი იყო. კი, პატარა ნაბიჯებით, მაგრამ ნახავდით როგორ გამოიყურებოდა ხამზატის სახე ბრძოლის ბოლოს. ჩემი აზრით ეს ბრძოლა split decision-ის საერთოდ არ უნდა ყოფილიყო.
პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ მე ამ ჩხუბს უყურებდი კომენტატორების გარეშე. იმიტომ რომ ხანდახან ჯო როგანის კომენტარები რომ ჰო, ნახეთ რა მხელაა შოუ სტრიკლენდი, ნახეთ რა მაგარი ჯები გაუკეთა, ნახეთ რა მაგრა ჩაარტყა ფეხი, შეა დამღლელია ხოლმე. ამიტომ უბრალოდ ჩავრთე უხმოდ და ვუყურებდი ჩხუბს იმისთვის, რომ მეყურებიდან ჩხუბისთვის და ჩემით გამომეტანა დასკვნები. და მატჩის ბოლოს, მატჩის არა, ჩხუბის ბოლოს მე ვფიქრობდი პირდაპირ 3 რაუნდი შონს, 2 რაუნდი ხამზოც. და იქ იყო ჩემი შედეგი. ვერ ხვდები სიმართლე რო გითხრათ, split decision-ი საიდან მოვიდა, მაგრამ თუ დააკვირდებით UFC-ს შეფასებისას, ყოველთვის არის ერთი შემფასებელი, რომელიც რაღაცა უცნაურ ქულას დაწერს. ან ერთი რაუნდით მეც ვიცებს, რომელიღაცა მოჩხუბარს, ან ნაკლებს. ეს ყოველთვის ხდება decision-ებიან ჩხუბებში. რამე თუ ძალიან ცალმხრივი არ იყო, ყოველთვის არის რაღაცა კონტროვერსია და განსხვავება. ჩემი აზრით ძალიან დასაფასებელია შონ სტრიკლენდის მომზადება. იმიტომ რომ ხშირად ჩემპიონებს და პროფესიონალებს ტოპ-10-ში ემართებათ ასეთი რაღაცა, რომ რჩებიან ძალიან ერთგანზომიელებიანები. და ხშირად სიტყვაზე თუ მაგარი სტრაიკერია რესლინგს ვერ უკაჩავს, თუ მაგარი რესლერია სტრაიკინგს ვერ უკაჩავს. რა თქმა უნდა, ილია თოფურიას გარდა, რომელიც ყველა განზომილებაში ძლიერია. ასეთ პროფესიონალი მოჩხუბები ნაკლებია და ზოგადად იშვიათია რომ ნახო რომ რომელიღაცა მოჩხუბარი ყველა მედიუმს მოერგოს თანაბრად და განსაკუთრებით მოემზადოს ჩემპიონისთვის. უმეტესად ასეთ შემთხვევა ერთი სამწუხაროდ ნახეთ პიოტր იანის შემთხვევაში, რომელიც მერაბს კარგად მოერგო როგორც მოწინააღმდეგე, მაგრამ რა ვიცი მე პიოტր იანზე ამ არხზე ვერ დამიჭერთ რომ კარგ რამეს ვიძახი. ასე რომ ბუზუზ. მოკლედ მითხარით თქვენ რას ფიქრობთ? ელოდით თუ არა შონ სტრიკლენდის გამარჯვებას? რას ფიქრობთ ზოგადად ამ ბრძოლაზე და როგორ მოგწონთ ახალი ჩემპიონი და როგორ აფასებთ მის და ასევე ყოფილი ჩემპიონის გზას UFC-ში? რა მოხდება შემდეგ? მოვისმინოთ თქვენ კომენტარებში, სიამოვნებით და აბანახავთ.